დაგვიანებულ სამართალზე საუბრობს სულხან მოლაშვილის ძმაც. ძმის გარდაცვალების და დაკრძალვის შემდეგ მას კომენტარი აღარ გაუკეთებია. პირდაპირ ეთერში ის დღეს პირველად ისაუბრებს ჩვენი ინფორმაციით ვერ აღდგენილი, ვერ ნაპოვი სამართლიანობის გამო ძმის გარდაცვალების შემდეგ მას პროტესტი აქვს და ამ პროტესტის ნიშნად პოლიტიკაში წასვლაც გადაწყვიტა. ვის აკისრებს პასუხისმგებლობას და რა აქვს სათქმელი სულხან მოლაშვილის ძმას. ეთერს თორნიკე მოლაშვილი განაგრძობს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილის ძმა. მართლა გადაწყვიტა თუ არა დაგროვილი პროტესტის გამო კენჭისყრა 2016 საპარლამენტო არჩევნებზე. თორნიკე, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მე სიმართლე გითხრა, ძალიან გამიჭირდება ალბათ დღეს თქვენთან საუბარი. მე აღარ მინახი ხართ მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა და დაიკრძალა სულხან მოლაშვილი. პირველ რიგში მე მინდა გადავამოწმო ინფორმაცია, თუ შეგიძლიათ რაიმე გითხრათ იმის შესახებ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი პოლიტიკაში წახვიდეთ ამ დაგროვილი პროტესტის გამო სწორედ. ხმა თუ შეიძლება. ხმა ისმის. დიახ, გისმენთ თორნიკე. დიდი მადლობა ხალბატონო პირველ რიგში თქვენ მოწვევისათვის და გამოვიყენებ დროს მაპატიეთ. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, იმ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, უბრალოდ ვინც უცხოეთიდანაც გვირეკავდნენ და გაიზიარეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ეს ოჯახის დიდი ტკივილი და ტრაგედია. ყველას მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო. რაც შეეხება ჩემ პოლიტიკურ გააქტიურებას, მოგახსენებთ, რომ მე სულხანის მეუღლე, სულხანის ბიჭები უკვე პატარები აღარ არიან, ჩამოყალიბებული კაცები არიან, მათთან ერთად დღეს დავждები კიდე რაღაცას, ასე ვთქვათ, ოჯახურ სფეროში გავივლით ამას და შემდეგ გადავწყვიტავთ, რამდენად გავაქტიურდები პოლიტიკაში. ალბათ ეს დღეს იქნება, როდესაც დაველაპარაკები ჩემი. ანუ გამორიცხული არ არის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შეესაბამება მაინც სიმართლეს. კი ბატონო, შეიძლება რაღაცა იყოს გეთახმებით ხალბატონო. ამას დღეს გადავწყვიტავთ ალბათ ოჯახი მთლიანად. ანუ დღეს მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილება. უბრალოდ არ მინდა სულხან მოლაშვილის გვარს რაღაც ჭრილი მიადგეს, თუნდაც ჩემი მხრიდან რომ არ გამოვიყენო მე სულხან მოლაშვილის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა არის და ყოველთვის ჩემი ძმა იქნება. არ მინდა რომ გამოვიდეს ისე რომ აი ხა სულხანი აღარ არის და სულხანი ამოიფარა თავის ძმას. არ მინდა რომ ესეთი რაღაცა გამოვიდეს. მაგრამ კარგით, გადავდოთ ეს სამომავლოდ, ალბათ გაირკვევა უახლოეს დღეებში მიიღებ თუ არა თქვენ გადაწყვეტილებას, ამას ალბათ ღიად იტყვით. მანამდე მე ასეთ კითხვას დაგისვავ თორნიკე, რამ განაპირობა თუნდაც ის რომ თქვენ დღეს უნდა მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, რატომ შეიძლება წახვიდეთ პოლიტიკაში, რა დაგიგროვდათ ისეთი დღეს რისი გადაჭრაც სხვებს არ შეუძლიათ პოლიტიკაში და შესაძლებელია თქვენ თავადვე მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენიდან, ნახენა გამომდინარე, ხალბატონო ეკა. ეხლა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, რაც ხდებოდა ციხეებში, მე ამაზე დროს აღარ წაგართვეთ, უბრალოდ პატარა მაგალითს მოვიყვან. ერთ-ერთ პატიმარს სისხლის დენა ჰქონდა ატეხილი, სისხლის განიცლებობდა ერთ-ერთი პატიმარი და სულხანის მოვიდა შელაპარაკება ციხის ექიმთან. ამის გამო სულხანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დღესდღეობითაც საქალაქო სასამართლოში არის განხილვა. სულხან მოლაშვილის მიმართ ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმის გამო. ესე არის, ესეთი ბრალი აქვს წაყენებული სულხან მოლაშვილს. იქნებ ვინმე გააგებიოთ მორუსიძის მოსამართლეებს, ან თვითონ მორუსიძეს თუ სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა შეიწირა, აღარ არის სულხანი, გარდაიცვალა, მოკლეს სულხანი და იქნებ როგორმე საქმე მაინც დახურონ მორუსიძის მოსამართლეებმა და არა მარტო ეს ჩემ წინ ყობა საუბრობდა ყობა თქვა რომ დაგვიანებულია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა დაგვიანებული არის და არ შეიძლება ამდენი დაგვიანება. იმის მაგივრად რომ ერთ ადგილას იყოს ნაციონალური მოძრაობა შემძვრალი და იქინა ხმასაც ვერ იღებდნენ. აქეთ პრეტენზიები აქვს და აქეთ პირობებს გვიყენებენ კიდე ქართულ საზოგადოებას და მთლიან საქართველოს. თორნიკე, თქვენ ბრძანებთ რომ არის დაგვიანებული ეს. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა დაგვიანება? ამ სტუდიაში, საიდანაც ახლა მე გისვავთ კითხვებს, გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იჯდა თქვენი ძმა სულხანი და იგი საუბრობდა სწორედ ამაზე, რომ მან სამართალი ვერ იპოვა ამ ქვეყანაში, ვერც არჩევნებიდან 4 წლის შემდეგ და ძალიან მალე ის გარდაიცვალა. კიდეც თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისი და ვისი მიზეზით არის დაგვიანებული, როგორც თქვენ ამბობთ?
ჩემი აზრით ეს ყველაფერი კოაბიტაციის შედეგი არის. ჩვენ და სამწუხაროდ რეალობა ესეთია. კოაბიტაცია მოიტანა ეს შედეგი, რაც ქართულმა ხალხმა განიცადა ამ 4 წლის განმავლობაში. რომ არა ეს კოაბიტაცია და კოაბიტირილობა თუ როგორ ვთქვა, აღარ ვიცი, ნაციონალურ მოძრაობასთან შედეგი გაცილებით დიდი იქნებოდა და უკეთესი. და საქართველოს დღეს დარწმუნებული ვარ, უფრო წინ რამოდენიმე ნაბიჯით არა, უფრო კილომეტრებით იქნებოდა წინ საქართველოს, რო არა კოაბიტაცია ნაციონალურ მოძრაობასთან. კი, მაგრამ აი თქვენ ახსენეთ ახლა ცოტა ხნის წინ მურუსიძე და ვისი ბრალია ეს კოაბიტაცია? მე შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მურუსიძეს უწოდა რეჟიმის მსხვერპლი. მურუსიძეს, რომელიც იყო თქვენი ძმის საქმის მოსამართლე. არა მხოლოდ ასევე გირგვლიანის, მაგრამ კონკრეტულად სულხანის საქმის მოსამართლე იყო. და მას ქვეყნის არაფორმალურმა ლიდერმა, მმართველმა, თუ როგორც უწოდებთ, არ ვიცი, უწოდა, რომ ის თავად კი არ იყო დამნაშავე, არამედ ის იყო რეჟიმის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, მე გისვამ თქვენ კითხვას, ვინ მოიტანა ეს თქვენთვის ეს უსამართლობა და ეს კოაბიტაცია, ვინ არის ამაში დამნაშავე? ალბათ უცხო ქვეყნებს უფრო დავადანაშაულებდი, ვინც სვერცხობს საქართველოს პირად და შიდა საქმეებში. ინგადა, რაც შეეხება მურუსიძეს, ესეთ რაღაცას ვიტყოდი მე პატარას მაპატია ინგა ცოტა იქით გადავალ. მანუჩარ კაპანაძე იყო ესეთი მოსამართლე, არ ვიცი ახლა სასამართლო სისტემაში არის თუ არა. და პიროვნება გამოდის და იძახის ერთ-ერთი სულხანის ხდომის დროს, როდესაც ერთ-ერთი ხდომა დამთავრდა, მე ძახის რომ თორნიკეო თუ არ შეწუხდები, ერთ წუთი ჩემთან შემოდი ოთახში და შევდივარ. მანუჩარ კაპანაძის კაბინეტში. შემომიტრიალდა და მეუნება პირდაპირ თორნიკეო შე როგორ ვფიქრობ მე თქვენზე მეტად თუ არა თქვენზე ნაკლებად არ განვიცდიო სულხანის გასამართლებას. და თქვენ გონიათ მე ეს მინდაო ყველაფერიო, არ მინდაო. და ხო უნდა მიხვდეთო ამასო. კარგი გასაგებია მანუჩარ ყველაფერი, რამდენი უნდა მიუსაჯო ბოლო-ბოლო მითხარი მე ვთქვი და მე რა ვიცი რამდენი უნდა მიუსაჯო. რასაც მეტყვენ იმას მიუჟიო. და გამიგეო ძალიან ხო. მე მანუჩარ კაბანაძესაც თუ გამოვიდეს და დაადასტუროს ეს. მე გმირობას ვერ მოთხოვ რომ ჩემი ძმის გულისთვის ციხეში წადი ვიღაცას ვერ ვთხოვდი ამას და ჩემი ძმის გულისთვის ცოლშული მშიერი დატოვე, მაგრამ ამ კაცმა აღიარა ჩემთან ეს ყველაფერი. და მე პრეტენზია მანუჩარ კაბანაძესთან რამდენი ინტერვიუ მაქვს მიცემული საერთოდ არ მეხსენებია. უბრალოდ მოხდა ის რომ სულხანი აღარ ამყავს და აქედან გამომდინარე იძულებული ვარ ეს ყველაფერი თქო, მაგრამ გრიგალაშვილი და მორუსიძე რო გამოდის და მორუსიძე რო იძახის დღეს იგივე განაჩენს დავაყენებდი სულხან მოლაშვილის მიმართებაში. შეუჯახა შენებულო 40 შუამდგომლობიდან ერთ-ერთი რო დაგეკმაყოფილებინა თუნდაც ის რომ რეზო შავიშვილიც ამოწმებდა მანამდე რკინიგზას, კვარციც, აზოტს რუსთავში ხო აღარ მიუსჯიდნენ და ეს 3 მილიონი რო საიდანაც მოიტანეს. არ ახსოვთ რაზე დაიჭირეს სულხან მოლაშვილი 37201 ლარიო კონტროლის პალატის თანამშრომლებს დაურიგაო 3 წლის განმავლობაში და სულხანის თეთრი არქონია აღებული. აქ იმაზე არაა საუბარი 3 მილიონიდან თითქოს სულხანი მრაგა არა. ეს ყველაფერი არის ბლეფი, მოგონილი. ადამიანი გამოდის მოსამართლე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა წაართვა, საქართველოს მოქალაქეობა. მერე გამოდის და იძახის დღეს მე მურუსიძე ვარ და ის დღეს კიდე საქართველოს მოსამართლე. ვინ არის ეს მოსამართლე? აბატია, თინდა გვარი აღარ მახსოვს და არც ჩობია რო არც მახსოვდეს ალბათ. რა ერთ-ერთი მოსამართლე, აი ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ვინ წაართვა, ინგა. დიახ. ის გამოვიდა მე მურუსიძის გვერდით იდგა და თქვა რომ მე დღეს მურუსიძე ვარო და დღეს ეს მურუსიძეები არიან და თქვენი ბრალია. ხო, ამას ბრალია. გეკითხებით, თორნიკე, როცა მე თქვენ გისვამთ კითხვას, ვინ არის თქო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? დღეს საპროტესტო აქცია იყო იუსტიციის საბჭოსთან, ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსია გვექნება თქვენ შემდეგ პირდაპირ ეთერში, სწორედ ამ სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მე მაინტერესებს, აი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თქვენ ახლა ასახელებთ მურუსიძეს, როცა საუბარი არის მაგალითად მოსამართლე ჩემიაზე, არა მხოლოდ ძალიან ბევრი ჩემი მოსამართლე იყო პირდაპირ. თქვენი მოსამართლე იყო და მის დანიშვნაზე დღეს და ასე შემდეგ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ხელისუფლება რა თქმა უნდა, ინგა. მე ხო არ ვნიშნავ მაგათ. სააკაშვილი ხელისუფლებაში ასე რომ ვთქვა თვითონ ვარდების რევოლუციით რომ მოვიდა, სახელი შეუცვალა სასამართლო სისტემას და ყველა მოსამართლე ჰაერში დატოვა. და დანიშნა ის ხალხი, ვინც ერთგული იქნებოდა ზაზამეიშვილიდან დაწყებული, ვინც სულხანი გაასამართლა ანალოგიურად. დიახ. და არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა სულხანის ადვოკატებს. ეს ხალხი ვინ მოიყვანა? რაღაცა უნდა მომხდარიყო. არ შეიძლება დღეს ადამიანი მგელი იყოს. მე სააკაშვილის მოსამართლეებზე მაქვს საუბარი და უცებ გადაიცვა ცხრის მოიცვა ცხრის ტყავი და დღეს უკვე ბატკანი გახდი. არ შეიძლება. უბრალოდ არ შეიძლება და ამ ხალხის სისტემაში დატოვება. 99.9 თუ რაღაცა ქონდა, ხო? ხალბატონო ინგა. დიახ.
და ისინი გამოსწორდნენ ფრთები ამოვიდეთ ანგელოზები და მას რა ხდება? აი თქვენ საუბრობთ, თქვენი მოსამართლე იყო ჩემია, ახსენეთ მეიშვილი, საუბრობთ მურუსიძეზე, რომელიც იყო სულხანის მოსამართლე. მაშინ როგორ გავიგოთ, ანუ ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით თუ თანამშრომლობს იგივე მოსამართლეებთან, მაშინ მათი დაპირება სამართლიანობის აღდგენაზე ყოფილა ბლეფი? რა გიპასუხოთ, მითხარით და გიპასუხებთ. თქვენი პასუხი უფრო მაინტერესებს მე, იმიტომ რომ წინ მიზის თორნიკე მოლაშვილი. სამართლიანობის აღდგენა, ინგა. უნდათ აღდგენა სამართლიანობის, უბრალოდ ჩაერია ესეთი ხალხი და ბევრი აღიარებს. დღევანდელი ხელისუფლებიდან რომ ჩაერია ესეთი ხალხი, რომ უბრალოდ ნაციონალურმა მოძრაობამ აჯობა, ნაცნობობით აჯობა, თუნდაც არ ვიცი მე რა ქონდა ნაციონალური მოძრაობას ამდენი გაკეთებული და რა სიხდიდნენ ამდენ ფულს ქართული ხალხისგან ამოცლილი წამები და სისხლით. ყველა ნაყიდი ყავდათ ნაციონალურ მოძრაობას და აიძულეს მთავრობაც. არ მინდა რომ დაუშვა რომ მთავრობამ ამაზე ხელი მოაწერა. არ მინდა ეგრო დაუშვა და ვიფიქრო. მაგრამ ფაქტი სახეზეა. თორნიკე, კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ და მე უკვე სტუდიაში გადმოვინაცვლებ. რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი? აი პირდაპირ ეთერში, რას ეტყოდით ხელისუფლებას? სულხანმა თქვა ბოლოს სტუმრობისას ჩემთან, რომ მას ძალიან მოსწონს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა იმედები გაუცრუა ქართულმა ოცნებამ და მას ჰქონდა ძალიან ბევრი პრეტენზიები სწორედ სამართლიანობასთან დაკავშირებით. თქვენი სათქმელი რა არის და თუ წახვალთ პოლიტიკაში, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი? თუ წავალ პოლიტიკაში, პირველი და მთავარი გზავნილი იქნება ჩემი სამართლიანობის აღდგენა, რაც შეიძლება უმოკლოს ვადებში. ეგ ერთი და მეორე. მე ვთხოვ დღევანდელ ხელისუფლებას, პროკურატურას. სულხან მოლაშვილიდან დაწყებული, რაც შეიძლება მალე აღადგინეთ სამართლიანობა და ეხლა ვიტყვი სულხან მოლაშვილის პირადად ჩემი ძმის მიმართებაში. აღადგინეთ სამართლიანობა. პირობას გაძლევთ, მაინც აღდგება სამართლიანობა. მადლობა, ჩემო კარგო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. წარმატებას გისურვებ და დაველოდები უკვე თქვენგან გადაწყვეტილებას პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით. მე მაყურებელს შევახსენებ, თორნიკე მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმა საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომელმაც ეხლა თავადვე გაიხსენა, რომ მაგალითად მოსამართლე ჩემია, ვიზე ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ უკვე დისკუსიის ნაწილში ერთ-ერთ მოსამართლეზე, იყო სწორედ თორნიკეს მოსამართლე. მურუსიძე იყო სულხანის მოსამართლე და ასე შემდეგ. გემშვიდობები, წარმატებები თორნიკე და სწორედ სამართლიანობის თუ უსამართლობის კონტექსტშია, როგორც უკვე ვთქვი, შემდეგი თემაც.